საუკეთესო მეგობრებო, მოგესალმებით. ითხვისის ნაქალაქ არის ერთ-ერთი მონაკვეთიდან, ითხვისის ნაქცევებიდან. ბებო, რა კავშირშია ეს ადგილი პაატა გვარუჩდესთან და რატომ ქვია ნაქალაქარი ამ ადგილს? ნაქალაქარი იმიტომ ქვია, რომ აქ უძველესი დროიდან იყო ქალაქი, წარმოადგენდა იგი კოლხეთის სამეფოს ცენტრს და აქ დუღდა ცხოვრება, როგორც ეკონომიკური, ასევე ხალხურალობა იყო ყველაფერი. შემდეგ როცა განმავლობაში აქ ხანძარი ყოფილა გაჩენილი და შუა საუკუნეებიდან უკვე ისევ დასახლებულან ხალხი და არის აქ ნახანძრალი ადგილებიც აქვს პაატას აღმოჩენილი. და პაატასთან რა კავშირში არის? პაატასთან იმ კავშირშია, რომ პაატამ აქ გაატარა მთელი თავისი სიჭაბუკე. მთელი თავისი ბავშვობიდან ამ ტერიტორიაზე იყო მოქმედებდა. უკვე 19 წლისამ გადაწყვიტა დაეწერა ისტორიული რომანი, რომელიც აქ ნაქალაქარს ეხება და მართლაც არის ნაქალაქარი, აქ აღმოჩენილი არის უძველესი ტურები, დასახლებების ადგილები და გამოიკვლია ეს ადგილები თავიდან ბოლომდე მთლიანად. და ეს გამოკვლევები დაედო არქეოლოგიურ გათხრებს საფუძვლად და აი ამ რომანის, ისტორიული რომანის დაწერასაც. კი ბატონო, რამდენი წელი წერდა პაატა ამ რომანს? პაატა მას წერდა 17 წელიწადი. დაიწყო 19 წლის ასაკში და დაამთავრა 2008 წელს. 17 წელიწადი მუშაობდა, იკვლევდა ადგილებსთან, დადიოდა დახეტიალობდა და როცა შენ გეტყოდა, შენ რო კითხავდი ბიზია სად წავი, სახოხიალოთო რომ დახეტიალოს ვერ ამბობდი. მისი იყო განმარტება ყოველთვის არ მევეტყოდი, სად იყავი პაატა სახეტიალოთ. ეს იყო მალა მოხეტიალო. და რა კავშირი აქვს პაატას აქ ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებთან? ამ არქეოლოგიურ გათხრებთან ძალიან დიდი კავშირი აქვს. იმიტომ რომ ჯერ მაგან დაზვერა მთელი ეს ტერიტორია გიორგი დვარაშვილთან ერთად. შემდეგ გიორგის სასწავლებელში წავიდა რაღაცა დაშორდნენ და განაგრძომა ამ ადგილების გამოკვლევები. ნახულობდა პატარ-პატარა ნივთებს, ძვლებს. კიუშლიძე მოქონა ხოლმე კაცებს თავის ხალები არ მინაშვილ ეს კუძრების ისინი მამაშორე ვეთხუბოდი ხოლმე ქვები ნახა აქ მან წყალგაყვანილობის თიხის მილები და რაღაცები ასეთი ექსპერიმენტები აღმოაჩინა. შემდეგ დაინტერესდა არქეოლოგიაც და ზურაბ რივაძის მეთაურობით დაიწყო აქ არქეოლოგიური გათხრები. ამავე დროს თვითონ დადიოდა სულ აქ ითხვისის სვეტზე, გადაღებული აქ თვითონაც აქ სურათი. ითხვისის სვეტზე რომ ადის, მაშინ მუხლმაგრად იყო და უხაროდა და დაყავდა თან ახალგაზრდობა აქ, აცნობდა ადგილებს, უამბობდა ყველაფერს და დაინტერესა ყველა თავისი მოგზაურობით ამ ადგილებში და ყველგან.